მოგესალმებით, დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ. საზოგადოებრივზე ჩვენ სტუმრებს მასპინძლობთ, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებენ. დღეს გვყავს შესანიშნავი 6-ეული. Georgian 6 და სწორედ მათი წევრები შემოგვიერთდებიან ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში. მოგესალმებით. მოგესალმებით. კეთი ქართველიშვილი და სოლიკო გოგილაშვილი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ, მიხარია, რომ აქვს საშუალება გიმასპინძლოთ ჩვენს გადაცემაში. მოხარულები ვართ ჩვენც, რომ თქვენთან ერთად ვართ. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა ამ პატივისათვის და ნდობისათვის პირველ რიგში ლიზა, მოგვეცი საშუალება ამ გადაცემაში მიგვიღო მონაწილეობა და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა საზოგადოებრივს, რომ მართლაც გვაძლევს საშუალებას თქვენნაირ ადამიანებთან შეხვედრისა. არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, ჩვენნაირ ტიპის ქვეყანაში ძალიან რთულია ხშირ შემთხვევაში ხარისხის მიღწევა, იმ ხარისხის, რომელსაც შენ რაღაცნაირად ბევრ შრომ მოგწვალობ, მეცადინეობ და გინდა რომ ზუსტად ის გაიგოს მსმენელმა, რასაც შენ აკეთებ და ამის რეალური პრობლემა არის და სწორედ ჩვენი პირველი ნაწილი ამას გვინდა რომ დაუთმოთ. მე წარმომიდგენია თქვენ, როდესაც მღერით აკაპელად ხართ 6, ეს რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად რთული საკითხია. თვითონ ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე არის ძალიან პრობლემატური. მეტი წილი მოდის სწორედ გახმოვანებაზე, ის კომფორტი, რასაც თქვათ მომღერალი სცენაზე გრძნობს და შემდეგ შესაბამისად აწვდის თავის მაყურებელს. თუ ოდნავი დისკომფორტი მაინც იქნა, შესაბამისად ხარისხი ძალიან კლებულობს. რა თქმა უნდა, მე არის ბალანსის მომენტი, ხო, რომელიც თუ 6 კაცი აკაპელაში ზუსტად თანაბრად არ იქნა დაცული, თქვენ შეიძლება ერთი რამ იმღეროთ და მე როგორც მსმენელმა აბსოლუტურად სხვა რამე მოვისმენთ. აი, ეს არის ძალიან რთულია. ჩვენ შეიძლება ძალიან კარგად ვიმღეროთ და თუდად მივიდეს მსმენელამდე, იმიტომ რომ გახმოვანების ამ ბალანსის პრობლემაა. და ნუ ამაზე ვართ ფაქტობრივად დამოკიდებული. ამ პირიქით ხმის რეჟისორმა სწორად შეფუთოს ეს ყველაფერი და ისე მიიტანოს მსმენელამდე, რომ ის ხარვეზი და თუნდაც ჩვენ ყურში კომფორტი გქონდეს და ერთმანეთის კარგად გვესმოდეს და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ნიუანსი არის. მოკლედ შევთანხმდით, რომ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ მუსიკა გაჟღერდეს ისე, როგორც წარმოგვიდგენია და როგორც უნდა იყოს. ხვდებით თუ არა, რა შეიძლება ამისთვის რომ გაკეთდეს? კი, მე ვფიქრობ, უფრო მასშტაბურ პროექტს უნდა დაედოს საფუძველი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ კულტურის პოლიტიკაში არის რაღაცა ცვლილებების შესატანი ხმის სარეჟისორო სკოლასთან დაკავშირებით. თუნდაც უცხოეთში მასტერკლასებზე ჩვენი ხმის რეჟისორების თუნდაც უფრო მეტი შესაძლებლობა იმისი, რომ მათ მეტი, ასე ვთქვათ, ცოდნა მიიღონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ მეტი კომფორტი გქონდეს მომღერლებს. შეიძლება აპარატურის ბრალია ზოგჯერ, იმიტომ რომ უხარისხო აპარატურა, მაგრამ როგორც ვიცი, გვაქვს ჩვენ საქართველოში ასე თუ ისე საშუალება ხარისხიანი აპარატურისაც, მაგრამ გამოყენება და ის სწორი მართვა ამისა არის რაღაცა პრობლემა ყოველთვის. თქვენ ახლა კონსერვატორიის სტუდენტები ხართ და როგორც ვიცი, აი ბოლო წლები რაღაც შემოვიდა, ხო? კონსერვატორიაში არის ახალი ფაკულტეტი, რეზო კიკნაძე, ჩვენი რექტორი, კითხულობს ლექციებს ამასთან დაკავშირებით და ნუ იქ კონსერვატორიაში ჩვენ გვაქვს სტუდია ხმის ჩამწერი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიარონ პრაქტიკები. აი ამ ჩაწერასთან დაკავშირებით მეც მქონდა რაღაც არჩევით საგანში პატარა პრაქტიკები და ძალიან საინტერესოა, თუმცა მე ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დასახვეწია და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის წინ. ეხლა მეორე საკითხი მაინტერესებს. მოხდა იმაზე ნაკლები ბიუჯეტის დამტკიცება კულტურის სამინისტროსთვის, ვიდრე ეს ჰქონდათ. ამ მასობაში ირკვევა, რომ 1%-იც კი არ იხარჯება კულტურის ბიუჯეტიდან. ეს არის ძალიან ცუდი. მე ვიცი, რომ თქვენ წინა წლებში თუ რამე კონკურსში მიგიღიათ მონაწილეობა, თუ რამე გასტროლი გქონიათ, რომელზეც ჩვენ უკვე სტუდიაში ვილაპარაკებთ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ სხვანაირად ჩვენი შემოქმედების, ჩვენი კულტურის გატანას საზღვრებს გარეთ. მე მაინტერესებს წელსაც გეხმარებიან თუ არა ჯგუფი თავისი არსებობის მანძილზე რამოდენიმე ფესტივალზე ვიყავით საზღვარგარეთ და ეს ყოველთვის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხდებოდა, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა წინა წლებში და ციტირებ შენ სიტყვებს, თუ რაიმეთი თავი უნდა დაიმკვიდროს ჩვენმა ქვეყანამ საზღვარგარეთ, ეს არის ქართული კულტურა, იმიტომ რომ საკუთარი
თვალით გვაქვს ნანახი თუ რა ხარდაჭერა და რა ოვაცია ხდება წილად ქართულ სიმღერას უცხოელისადმი იმ ეგზოტიკას, იმ შვენიერებას, რაც ქართულ ჰანგში და ქართულ სიმღერაში დევს, იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად ისე გულწრფელად აღიქვავენ ამ ყველაფერს, რომ რამოდენიმე ფესტივალში დარბაზის რჩეულიც კი გავხდით. არა იმიტომ რომ თქვათ რაღაც კარგად შევასრულებთ, არამედ იმიტომ რომ თვითონ დარბაზის ანუ მსმენელის რჩეული, თვითონ სიმღერები იმდენად და მუსიკა იმდენად უცხო, იმდენად ეგზოტიკური აღმოჩნდა მათთვის, რომ აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადა დარბაზმა და სიყვარული. ჩვენ მოკლედ როგორც ვატყო პირველ ნაწილში ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებლად უნდა სახელმწიფო ეხმარებოდეს აი იმ ტიპის კოლექტივებს, როგორიც თქვენ ხართ, როგორც შიდა პროდუქტის წარმოებაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ გატანაში და კიდე უნდა დაგვეხმარონ სულ ყველას. ეს ეხება ორკესტრების გახმოვანებას, ეს ეხება სოლისტების გახმოვანებას, ეს ეხება გუნდების გახმოვანებას, თუ აი ესეთი ვთქვათ პატარა კამერული ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაშიც დაგვეხმარონ და რაღაცნაირად ხელი შეგვიწყონ იმაში. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პოლიტიკა, რომელიც წელს ცოტა შეიცვალა და რაღაცა შეტრიალდა კულტურისგან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევ შემოტრიალდება და ისევ ხო, არა, მე ისიც მიკვირს, რომ ტურიზმში უნდა ჩაიდოს ფულიო და ვერ ხვდებიან, რომ ტურიზმის ხელშეწყობაც არის ის, რომ ჩვენმა კულტურამ იაროს მსოფლიოში და იმასაც ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოყავს, როდესაც რაღაცაზე გაგიჟდები, შენ გინდა ამ ქვეყანაში ჩასვლა და შენი თვალით ამის ნახვა და მე მგონი ესეც შეიძლება, რომ პრიორიტეტში ჩაიდოს არა მხოლოდ როგორც კულტურის განვითარების, არამედ ტურიზმის განვითარებისაც. მოდი ახლა ჩვენ შევასრულოთ გენიალური ჩარლი ჩაპლინის ერთი სიმღერა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველას ძალიან დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. აბა When there are clouds in the sky, you get by. If you smile through your fear and sorrow, smile maybe tomorrow. You see the sun come shining through. Sadness, although our tears may never seem so near, that's the time you must keep on trying. Smile, what's the use of crying? You'll find that life is still worthwhile if you just smile. სალეთ ღერი პატიცემულო მასალებია. აი ამ არამზიან ამინჩი უცებ მზე მოგვიტანა, გამოანათა სმაილით, ხო? Time you must keep on trying. Smile, what's the use of crying? You find that life is still worthwhile if you just smile.
მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც თქვენ იცით, ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს ჯგუფი Georgian Six. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები, ქეთი ქართველიშვილი, სოლიკო გოგილაშვილი, ვანო დვალიშვილი, ირაკლი ტყვაცირია, ზვიად მიჩილაშვილი და თორნიკე მერაბიშვილი. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ასე მშვენივრად დაიწყო ჩვენი საღამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებას მოგვრით თქვენი შესანიშნავი სიმღერით, რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან დიდ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა გავაცნობთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. მე პირადად თქვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, თაყვანისმცემელი, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ და მოდით დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ შეხვდით თქვენ ერთმანეთს. თქვენ სულ ყველანი ხართ კონსერვატორიის სტუდენტები და წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია. გილოცავთ ყველას ულოცავ იუბილეს კონსერვატორიისა, რაც შეეხება ბიჭებს, ბიჭები ვიცი რომ ყველა ერთად საპატრიარქოს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მგალობლები ხართ, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ. ქეთი გყავთ ერთი მშვენება და მართლაც განსაკუთრებული მონაცემების და ტემბრის მქონე ქალბატონი. ალბათ თქვენი შეხვედრა მაინც აი ამ შემადგენლობით მოხდა კონსერვატორიაში, ვისი იდეა იყო ეს? სოლიკო. პირველ რიგში დიდ მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის. საღამომშვიდობის მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. ჯგუფი საკმაოდ ასე ვთქვათ დიდი ხანია არსებობს, რამოდენიმე წელიც არის უბრალოდ სხვადასხვა შემადგენლობებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში რაღაცა ცვლილებები ხდებოდა წევრებთან დაკავშირებით და საერთოდ ვისი იდეაც იყო და ვინც ასე ვთქვათ საფუძველი დაუდო ამ ჯგუფის დაარსებას, ჩვენ მეგობარი დღეს ამ ჯგუფში აღარ მღერის, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა კონსერვატორიაში, ეს ყველაფერი მოხდა იმ სიმღერის სიყვარულიდან გამომდინარე და იმ ერთად თანამუსიცირებისას, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ეს იყო 5 წლის წინ და მას შემდეგ როგორც აღნიშნეთ, რაღაც ცვლილებები განიცადა ანსამბლმა, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ აი ამ შემადგენლობით, როგორც წარვდგებით, ეს საბოლოო შემადგენლობაა. მე პირადად დათო ევგენიძის ამ სიმღერით გაგიცანით, რომელიც თქვენ უკვე უმღერეთ ჩვენს ტელემაყურებელს. ძნელია ალბათ იმ სიმღერების ამორჩევა, რომელიც ასე თუ ისე მოუხდება აი იმ ჟანრს, რომელშიც თქვენ ასრულებთ. გაძლევთ თუ რა ქართული სიმღერა ამის თავისუფლებას, თუ მაინც რთული შესარჩევია სიმღერა, რომელსაც
გააჯაზებთ. იცით, ფაქტობრივად ამ ყველაფერს ჩვენ ახლა ვიწყებთ და შესაბამისად ეს ყველაფერი ექსპერიმენტის ხასიათს ატარებს. შესაბამისად, როგორ მიიღებს ამას მსმენელი, როგორ მიიღებს ამას მაყურებელი, იმაზეა დამოკიდებული თვითონ სიმღერაც რამდენად გაკეთებადი იქნება. რაც შეეხება დათო ევგენიძეს რომანსეროს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენ შემოქმედებაში, რომლის არანჟირებაც გავაკეთეთ და ეს არანჟირება შენ გეკუთვნის, ხო? და რამაც ასე ვთქვათ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. თვითონ სიმღერა იმდენად ჰარმონიულად, მელოდიურად იმდენად სრულყოფილია და იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანია, რომ იძლევა მის ასე ვთქვათ ინტერპრეტირების საშუალებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანები, განსაკუთრებით, როდესაც იწყებ რაღაც შემოქმედებას, რომელიც ხელს გიწყობენ იმაში, რომ ზოგჯერ რჩევით, ზოგჯერ რაღაცა პრაქტიკულად, პრაგმატულად, მუსიკალურად. ქეთი, შენ პირადად ყავს საოცარი პედაგოგი, მაესტრო შალვა მოსიძე და ალბათ ის არა მარტო ქეთის, არამედ ყველა თქვენთაგანის პედაგოგია, რადგან ძალიან გვერდში გიდგათ საპატრიარქოს გუნდს იმ პროფესიულ მუსიკას, რომელსაც თქვენ აკეთებთ, ასე ვთქვათ, მისი ხელდასმა ყოველთვის ეტყობა. არის სვიმონი, არის ზვიად ბოლქვაძე და საერთოდ მაინტერესებს არიან თუ არა ადამიანები, რომლებსაც რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი როლი უკავია იმაში, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენს მუსიკალურ განვითარებაში და რაღაცნაირად გეხმარებიან თუნდაც კეთილი სიტყვით. პირველ რიგში იმითი დავიწყებ, რომ არა ჩვენი პედაგოგები, რომ არა მასწავლებლები, რომლებმაც ეს ყველაფერი გვასწავლეს და მე გვასწავლეს თუ როგორ უნდა ვიმუზიციროთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მუსიკა, არც ეს ჯგუფი არ იქნებოდა და საერთოდ არაფერი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათი ძალიან დიდი დამსახურება არის. თითოეული ჩვენთაგანი კონსერვატორიის კურსდამთავრებულია ქეთი მართალი, ახლა კიდევ სტუდენტია, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩვენ გავიარეთ ის პროფესიული მუსიკასთან შეხება, ჩვენ გავიარეთ ის რაღაცა სკოლა, რასაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ქვია და შესაბამისად ეს ძალიან გვეხმარება, რა თქმა უნდა, იმ მუსიკის გარეშეც ამას ალბათ ვერ გააკეთებდით, იმიტომ რომ ეს ჟანრია, და არა მარტო, ანუ იმ ადამიანების მხარდაჭერას გრძნობთ, არა მარტო მუსიკალურად, არამედ ადამიანურადაც ყოველთვის ახლა მაესტრო ახსენე წეღან და სტიმულია ეს ადამიანი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც იცნობს და ვისაც მასთან აქვს შეხება. აი, ყველა კუთხით არის სტიმული, არა მარტო მუსიკალურად. და ეს მისი საიუბილეო წელიც არის და მოდი ყველა მე მივლოცოთ მაესტროს, მიულოცოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოწაფის სიმღერით, ზვიად ბოლქვაძის სიმღერით, რომელიც არ ვიცი, აი კომენტარს ვერ ვაკეთებ ხოლმე, როდესაც ეს ეხება ზვიადს, ეს არის მისი ნაწარმოები, რომელიც დაწერილია დიდი გუნდისთვის, მე როგორც ვიცი და ახლა სწორედ აი ამ რაღაცა პატარა შემადგენლობით ჩვენს მსმენელს მოვასმენინებთ ზვიადის ერთ-ერთ შესანიშნავ საკუნდო ნაწარმოებს. თუ შეიძლება აღვნიშნავ ეს როგორც ახსენე არის დიდი გუნდისათვის, შერეული გუნდისათვის დაწერილი ნაწარმოები და ამ შემადგენლობაში პირველად სრულდება, საქართველოშიც პირველად სრულდება, მაგრამ მქონდა ბედნიერება ერთ-ერთ ფესტივალზე, ავსტრიაში ფესტივალზე გვემღერა ზვიადის ეს ნაწარმოები, რამაც განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მსმენელში და შემდეგ, როდესაც მასტერკლასზე, სადაც გერმანელი პროფესორი გვიტარებდა მასტერკლასს და გითხრა, რომ თუ შეიძლებოდა ეს მუსიკა გვემღერა, მე არ დამავიწყდება ამ ადამიანის რეაქცია მისი ზვიადის მუსიკის მოსმენის შემდეგ, რაც დაეუფლა, ის აბსოლუტური გულწრფელობა და საოცარი დამოკიდებულება გამოხატა და მას ზვიადს ეს ჩამოსვლისთანავე უთხარით თუ როგორ აღიქვავენ მის მუსიკას. ეს მართლაც ასია, მოდი ახლა ასეთივე სიამოვნება მევანიჭოთ ჩვენს ტელემაყურებელს.
შესრულდა ზვიადის სიმღერა, გაქვთ თუ არა კიდე რეპერტუარში ზვიადი და საერთოდ რამდენად თანამშრომლობთ ახალგაზრდა შემოქმედებთან, არის თუ არა რაღაცა სიმღერები, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის იწერება, თქვენ თვითონ ცდილობთ თუ არა არსებულის ინტერპრეტირებას, არამედ რაღაცა თქვენის გაკეთებას. ზვიადთან ვითანამშრომლებთ ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით. უბრალოდ მას არასდროს არ ცალია სამწუხაროდ არის ძალიან დაკავებული, მაგრამ აუცილებლად ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვართ ამ ადამიანთან. წელს იყო პირველი პრეცედენტი, ხო, როდესაც შევასრულეთ ჩვენთვის შექმნილი სპეციალურად სიმღერა, ეს იყო საახალწლო სიმღერა, საახალწლო თემატიკაზე და გალა კონცერტზე ახალი წელი მივუწეთ თბილისელ მაყურებელს. ეს იყო არჩილ გიორგობიანის საშვებავ სიმღერა. სხვა პრეცედენტი ასეთი ჯერჯერობით არა, მაგრამ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. ვინმე ხომ არ ცდილობთ რომ თქვენით შექმნათ რამე? მაგდალინი კი არ აღმოჩნდა. აი სოლიკო მაგალითად გუნდებს, სოლიკოს დაწერილი გუნდი მაქვს მოსმენილი თორნიკეს დაწერილი გუნდიც. რა ვიცი, ჯერჯერობით ამ ჟანრში მხოლოდ ინტერპრეტაციებს ვაკეთებთ, თუმცა ალბათ მე ვფიქრობ დადგება დრო, როდესაც ჩვენს მუსიკას, საავტორო მუსიკასაც ვიმღერებთ. სოლიკო, ეს თქვა თქვენ თვლით რომ არის ოპტიმალური შემადგენლობა. აი ხმის განაწილება ესეთ რომ უსმენ ძალიან რთულია რომ დაიჯერო რომ ერთი ქალბატონი ამხოლოდ და დანარჩენი ეს ირაკლის დამსახურებაა. იმიტომ რომ ირაკლი არის ისეთ პოზიციაზე ხმის, ასე ვთქვათ, რომელიც მივსებს ყველანაირ დანაკლის რომ მარტო ერთი ქალი ვარ. ირაკლი გიჭირს თუ არა აი ამასთან შეჭიდება თუ ჩვენთვის სიმართლე რო ვთქვა ეს ბუნებრივი რეგისტრია უფრო აი მე ძალიან მინდოდა რომ შენ დაგელაპარაკა რომ ადამიანებს შენი სალაპარაკო ესმის ხო ცოტა დაიბოხე ლაპარაკის დროს ესეთი ხმა მაქვს ვერ იფიქრებს კაცი ალბათ რა როგორ უნდა იმღეროს სიმღერის დროს სხვა ყელია მე მგონი არ ვიცი თქვენ ყველანი პროფესიონალები ხართ მუსიკოსები გიჭირთ თუ არა რეპეტიცია ჩხუბობთ თუ არა თვლით თუ არა რომ ეს კი არ უნდა იყოს, ასე უნდა იყოს თუ მაინც რაღაცნაირად სოლიკო შენ იღებ, შენ თავზე, ვთქვათ რაღაცა. იცით როგორ იყო, მე დამაკისრეს ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ყველა მუსიკოსი, ყველა დირიჟორი და შესაბამისად, ყველას თავისი აზრი აქვს, მართალია არც თუ ისე განსხვავებული ერთმანეთისაგან და რადიკალური, თუმცა არის ხოლმე რაღაცა მოსაზრებები, რომელშიც არ უეთანხმებით ერთმანეთს და ეს ყველაფერი რომ მოხსნილი იყო და რეპეტიცია, ასე ვთქვათ, შესაძლებელი გამხდარიყო. არ გაგრძელებული იყო უსაშველოდ, მე დამაკისრეს ეს პასუხისმგებლობა და მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩემს მეგობრებს ან ნდობისათვის და არ გავაცრუებ მათ იმედებს ვეცდები ყოველთვის. საყოველთაოს ითვალისწინებს ჩვენს აზრს, თავია მისთვის რომ ჩვენ ვიყოთ კომფორტში, ანუ ეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს არ იღებს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან კომფორტულია მუშაობა ერთად. ძალიან კარგი და ეს სიგრძნობა კიდეს თქვენი შესრულების დროს და მოდით მე თქვენის ნებართვით გთხოვთ რომ კიდევ ერთი სიმღერა შევსრულოთ ჩვენს მსმენელს და ტელემაყურებელს. საიტკენედი შველი გზები მიდის ის პედიკაცისას პედისა მიდის შველი გზები მიდის ის პედიკაცისას პედიტა დაიარარა რა მოკლეა ცუთი სოფელი სევდისა და დარდის მთოველი რა მოკლეა ცუთი სოფელი სევდისა და დარდის მთოველი ამაოა ირგვლივ ხოველი ამაოა ირგვლივ ხოველი ცუთი სოფელი ბაჩკა დმანდება ისე დაბაფნელი ვერ დაეწება ცუთი სოფელი
სედებავნელი ვერ დაეწევა ცუდი სოფელი თორნიკე ეს სხვა დანარჩენი კომპოზიციებისგან განსხვავებით, რომელიც დღეს უკვე შევასრულეთ და შესრულდება და ეკუთვნის ცოლიკოს, ეს არის შენს მიერ გაკეთებული ინტერპრეტაცია. ეს ჩვეული ამბავი იყო თუ აი ამ სიმღერამ ძალიან მოგანდომა? ამ სიმღერამ ძალიან მომანდომა ეს ერთი. და ესე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ სიმღერის გაკეთებით ამ შემადგენლობაში და ზოგადად ხანჩელზე ფერს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან შორს წავალთ ამ ხელა ძალიან დიდი მუსიკაა და უბრალოდ ხანჩელის ის კრებული, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა და ამისთვის დიდი მადლობა მას. გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა. და უბრალოდ რომ დავხედე ამას, ვიფიქრე, რომ თავიდან კი შევრცხვა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამას გავაკეთებდი და მოხდა ისე. ეს შენი არჩევანი იყო, აი ამ სიმღერამ მოგანდომა ამის გაკეთება. ძალიან დიდი მადლობა, თორნიკე მახსენა ეს კრებული. თქვენ, ასე ვთქვათ, მის გარეშე, მის ირჩევის გარეშე, სხვა შემადგენლობა იყო. მაშინ გააკეთეთ სიმღერა მულტიპლიკაციური ფილმიდან ჯადოსნური კვერცხი. ამ სიმღერაზე მას თავის გარკვეული მოსაზრება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი მოწონება დაიმსახურა თვითონ ბატონი გიასი თქვენმა ნამღერმა, თქვენმა შესრულებამ და სწორედ ამის მერე თქვენ მიიღეთ ეს კრებული, რომელიც თორნიკე მახსენა და მე თქვენის ნებართვით წავიკითხავ ბატონი გიას წანაწერს ძვირფასო სოლიკო არასდროს მომწონდა ჩემი ადრინდელი სიმღერა დაწერილი მულტიპლიკაციური ფილმისთვის. იმდენად მომეწონა თქვენს მიერ ხორცშესხმული ეს სიმღერა, რომ გადავწყვიტე მოგართვა 12 სიმღერის შედგენილი კრებული მადლიერებით გია ყანჩელი. გთხოვთ სექსტეტის თითოეულ წევრს გადასცეთ ჩემი უღრმესი მადლობა. ეს ალბათ ისეთი რამ არის, რის გამოც ღირს სიმღერა, სცენაზე ყოფნა, ღელვა, შრომა. ეს არის პირველ რიგში საოცარი ნდობა. რისთვისაც ნამდვილად. უღრმესი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ბატონს. ნამდვილად ასია, მე ძალიან მიხარია, რომ აი ამ საჩუქარმა უკვე თავისი ნაყოფი გამოიღო. ერთი სიმღერა ჩვენ უკვე მოვისმინეთ ამ კრებულიდან. მე იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ეს კრებული თანდათან უფრო და უფრო დამუშავდება, იმიტომ რომ მართლაც გია ყანჩელის მუსიკა, თემები, მელოდია არის ის, რომელიც შეგიძლია გაუთავებლად შენთვის მოირგო, შენთვის ჟღერადობა შეცვალო ისე როგორც შენ და მაინც ეს რაღაცნაირად რჩება ძალიან განსაკუთრებით ჩვენთვის. კეთი, არის თუ არა საჭირო რაღაც განსაკუთრებული განწყობა იმისათვის, რომ აი ვთქვათ, ასეთი მუსიკა იმღერო. გია ყანჩელის გენიალურ მუსიკას მოდი მეც ვიტყვი, ჩემი აზრით განსაკუთრებული განწყობა ალბათ არ ჭირდება, იმიტომ რომ თვითონ შეყავ ხარ ამ განწყობაში და ხარ სადღაც ღრუბლებში, როდესაც ამ მუსიკას ასრულებ და მე ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ვეხები ამ მის მუსიკას და თან ასე ვთქვათ მისი ნებართვით ეს ყველაფერი. კონკრეტულად ამ სიმღერას, რომელიც ცოლიკომ გააკეთა, რომელსაც ქვია იდუმალება, ამ სიმღერაზე მუშაობა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც მე დავკარგე ჩემი ბავშვობის უდიდესი და უახლოესი მეგობარი, ბიჭებიც მეგობარიც ასევე მარიამ კაპანაძე და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს სიმღერა მიეძღვნას მის ხსოვნას, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ვის გარეშეც მე აღარ მყავს უბრალოდ რაღაცა სტიმული, რაღაცა სინათლე, რაღაცა სხივი, უდიდესი იმედი და რომელიც ყველაზე მეტად მენატრება საერთოდ. ამიტომ ჩვენის მხრივ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ეს მიძღვნა ამ საოცარი მუსიკის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჯერზე ის ამას ისმენს და ჩვენც. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ალბათ მართლაც ძალიან კარგი მიძღვნაა და ეს არის ნამდვილად. და მადლობა ამისთვის ბიჭებს. მოდით გაუზიაროთ ეს ჩვენს ტელემაყურებელს. ჩემი უხმო
ეს არის ბატონი გიასთვისაც პირველი ალბათ როდესაც ის მოისმენს ამ სიმღერებს. მოდით გადავიდეთ იმ თქვენს საგასტროლო მოღვაწეობაზე, ფესტივალებზე, რომელიც თქვენ უკვე დაიპყარით. ქონდა წარმატებები, იყო ალბათ რაღაცა გულის ტკივილიც, იმიტომ რომ ეს ყოველთვის რაღაცა ემოციასთან არის დაკავშირებული სირთულეებთან. მოგვიყევით, რამდენ ფესტივალზე იყავით, რა შედის ხოლმე როგორც წესი თქვენს საკონცერტო პროგრამაში, რითია განსხვავებული, რა მოწონთ და რა არ მოწონთ. დავიწყებ იმით, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ოღონდ სხვა შემადგენლობით ვიყავით ავსტრიაში გრაცის ფესტივალზე, სადაც ვერცხლის დიპლომი ავიღეთ, ხოლო შარშან ვიყავით იგივე ფესტივალზე ერთი და კიდევ რუმინეთის ჯაზ ფესტივალზე. და მინდა გითხრათ, რომ ის ქართული თემატიკა, ქართულ თემაზე, ქართულ მელოდიაზე გაკეთებული მათთვის სრულად უცხო და ეგზოტიკური მელოდიები, ასე ვთქვათ, აღფრთოვანებაში მოყავს დარბაზი, ისე რომ ორივე ფესტივალზე ჩვენ როგორც აღნიშნეთ, მაყურებლის სიმპათია მოვიპოვეთ, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი მხარდაჭერა იყო და ამას პლუს მეორე ადგილი. ნუ ასე მოხდა. მაგრამ ჩვენთვის ეს უდიდესი სტიმული. რამდენადაც მახსოვს ეს პრეტენზია თქვენთან იყოს ის, რომ ეს არ არის ჯაზი. კი. ჩვენ ვერ გავთვალეთ უბრალოდ რომელ კატეგორიაში მიგეღოთ მონაწილეობა.
იმიტომ რომ ჩვენ მქონდა უფრო კლასიკური ნაწარმოებები, მაგრამ თან იქ იყო რაღაცა კონკრეტულად მითითებული, რაც უნდა გვქონოდათ და სამწუხაროდ არ გვქონდა. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ჯერჯერობით ექსპერიმენტია და რაღაც სინთეზურ მუსიკას ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, და შესაბამისად იმ რაღაც მოთხოვნილ კრიტერიუმებში ჯაზის. შორის ესეც მაინტერესებს, აი თქვენთვის შინაგანად, აი რა ქვია ამას, ჯაზია? ვერ დავარქმევ ასე. ეს უფრო რაღაცა სხვადასხვა პროფესიული მუსიკა უბრალოდ რაღაცის სინთეზი რაღაცასთან, ну არ ვიცი როგორ თქვა, ამას დრო გამოაჩენს. ეხლა ძნელია ამ ყველაფერს უწოდოთ რაღაც კონკრეტული სახელი. ბიჭებო, არის თუ არა რაღაცა, არ ვიცი, ჟანრი კი არა, თემები, კლასიკა, აი რა არის პრიორიტეტი, რა მოგწონთ, რის სიმღერა მოგწონთ, არის თუ არა განსხვავებები, რომ რაღაცას თვლით, რომ ეს უბრალოდ ეფექტურია და საჭიროა და მღერით, მაგრამ ამისგან ნაკლებ სიამოვნებას იღებს. ზვიად, იქნებ აი მიპასუხო შენ ახლა მართლა ყველაფერი გიმღერია, რის სიმღერაც კი შეიძლება და აი ეს ახლა შენთვის ახალი ჟანრი, შენ ყველაზე ახალი წევრი ხარ ამ შემადგენლობაში და ამდენად ორგანულია ის, რასაც შენ დღეს აკეთებ. ეს ისეთი ჟანრი არის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ასე ვთქვათ, სახელი ჯაზია თუ სოულია თუ რა არის, რომელიც აბსოლუტურად ჩვენთვის და ჩვენი ჯგუფისთვის აბსოლუტურად გულში ჩამწვდომი არის და რაღაც დიდ გრძნობებს იწვევს. ყველას, როგორც წეგან მოგახსენეთ, გვაქვს საგუნდო მუსიკასთან შეხება და ეს მრავალხმიანობასთან, ასევე ქართულ ხალხურ სიმღერასთან შეხება და ეს გვიადვილებს ამ მუსიკის აღქმას. ალბათ მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის ეს უდიდესი მუსიკა არის, ისევე როგორც კლასიკური მუსიკა, ისევე როგორც ფოლკლორი, ისევე როგორც ჩვენ ერთი განხრით არა ვართ, ხო? უსმენთ ჯაზსაც უსმენთ, soul-საც უსმენთ, თქვათ, შეიძლება ბევრ რაღაცას მოусმინოს ადამიანმა, მაგრამ ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ჩემი აზრით ის არის. შენთვისაც არ აქვს სახელი? ჩემთვის არის, არ ვიცი. მუსიკა, რომელიც განიჭებს სიამოვნებას. მუსიკა, რომელიც მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და მე მიხარია. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. სახელს აქვს მნიშვნელობა აღარ აქვს, როცა მუსიკას ხარია, როცა მომღერალს შემსრულებელი გამოდის და მღერის თავისთვის საყვარელ და ლამაზ და მოსაწონს სიმღერას, ეს დიდი ბედნიერება. ამას სახელი ხალხმა უნდა დაარქვას. მსმენელმა. ჩვენ ახლა შემდეგი მუსიკალური ნომერი გვაქვს კლასიკიდან. სხვათა შორის არამ ხაჩატურიანი საქართველოში იყო დაბადებული, თუ იცოდით თქვენი გამბავი. ეს არის ადამიანი, რომელმაც მართლა საოცარი მუსიკა შექმნა. და აი ეს ცეკვა, რომელსაც თქვენ ახლა თქვენი ინტერპრეტაციით, ისე სოლიკოს, ესე ვთქვათ, მეცადინეობით შეასრულებთ, ალბათ არის ის თემა, რომელიც თემა მსოფლიო მიცი, შეიძლება არ იცოდენ ავტორი, მით უმეტეს არ იცოდენ, რომ ის საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ეს არის თემა, რომელიც, ну, ალბათ არ არსებობს, არ იყოს ცნობილი ყურისთვის, უბრალოდ, აი ესე, ყოველგვარი ზედმეტი ინფორმაციის გარეშე. აი რა იყო მაინც აი ამ კონკრეტული ცეკვის და ნაწარმოების არჩევა, ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდია, ხო, თუ კლასიკას ვეხებით, არეალი ძალიან დიდია. პირველ რიგში ის, რომ როგორც აღნიშნეთ, ძალიან ცნობილი მუსიკა, ძალიან ცნობილი თემაა, შესაბამისად ჩვენ გვინდა და ჩვენი ინტერპრეტაციით გავაკეთებინა და ფესტივალისათვის გავაკეთეთ და მინდა გითხრათ, რომ რაღაცა არაერთგვაროვანი, მაგრამ ძალიან დადებითი შტაბ-შტილება დატოვა მსმენელზე და თვითონ ჟიურის წევრებზე, რომელიც ერთ-ერთი მისი კომპოზიტორის თანამემამულე იყო, შესაბამისად ჩვენგან შესრულებული ეს მუსიკა მას ძალიან მოეწონა. კიმ ნაზარიანზე საუბარი, რომელიც იჯდა ჟიურიში. მოდით ჩვენს ტელემაყურებელსაც მოვასმენინოთ თქვენეული ვარიანტი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი სიამოვნებას მივანიჭებთ ასევე ჩვენს ტელემაყურებელს. შევასრულოთ ეს სიმღერა და მერე დავბრუნდეთ უკვე და კიდე ცოტა ვისაუბროთ.
სოლიკო, აქ მოგვიტანე დევს დისკი. თუმცა შემადგენლობა მაინც არ არის აქაც საბოლოო, მაგრამ მინდა აი მოყვე ეს ალბათ საკონცერტო ჩანაწერია. ეს საკონცერტო ჩანაწერია ლაივია, როგორც აღნიშნე შემადგენლობა ოდნავ განსხვავებულია დღევანდელისაგან და საკმაოდ დიდხანს მუშაობდით ამ ალბომზე. ანუ თვითონ სიმღერების შექმნის პროცესს გულისხმობ, თუმცა ჩაწერა კონცერტზე მოხდა. და ასე ვთქვათ, მასში შესულია ბოლო პერიოდის ეგრეთ წოდებული ქართული ყველასათვის ნაცნობი სიმღერების ჩვენეული ახლებური ვერსიები. ეს სულ ქართული სიმღერებისგან შედგება ეს ალბომი. დიახ, სულ ქართული სიმღერებისგან შედგება და ჩაიწერა სტუდია Bravo Records-ში ქალაქ თბილისის მერიის ხარდაჭერით. ძალიან კარგი, მე და რომელსაც დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ საჩუქრად. დიდი მე ეს ყველაზე ძალიან გამეხარდა, რა თქმა უნდა, მე ძალიან მეხარია, როდესაც ჩვენ პირველ ნაწილში ვილაპარაკეთ იმ ხარდაჭერაზე, რომელიც აუცილებელია ჩვენერ პატარა ქვეყანაში, მისათვის რომ რაღაცას მიაღწიოს შემოქმედმა ადამიანმა, კოლექტივებმა, ამის გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ჩვენ ისევ და ისევ იმედს ვიტოვებთ, რომ შეიცვლება პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო მეტი ვაკეთოთ, მეტად გავიდეთ ფარგლებს გარეთ და გავაცნოთ ის, რასაც ჩვენი აზრით არც თუ ისე ცუდად ვაკეთებთ. მე არ მინდა ისე გადავიდე ბოლო ნაწილზე, რომ თქვენ არ გაგესაუბროთ სამომავლო გეგმები, შენი სურვილი რაც არის. მოდი იქიდან დავიწყოთ და მერე უკვე სამომავლო გეგმები შორს აგვიყვანს. სურვილები მართლაც ბევრი გვაქვს და დიდია. იცით რა, სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვსო და რა იცით დღეს ვინ გვიყურებს. იქნებ დავიწყოთ სურვილები და აღმოჩნდნენ კეთილი ადამიანები. აი ეს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აი პირველ რიგში მე იმით ვარ გახარებული, რომ სექსტეტი საბოლოოდ შეიკრა. და რეპერტუარი უნდა შეიქმნას ძალიან ბევრი. ათობით სიმღერა უნდა შევქმნათ და აი ეს ჩვენი შრომა გადაწყვეტს შემდეგ მომავალ გეგმებს. ჩვენ კი რამდენიმე გასვლა გვაქვს დაგეგმილი, თუ შეიძლება ითქვას, არ ვიცი. შემოდგომაზე ვართ მიწვეული, მაგალითად გერმანიაში ეს მიწვევა მოჰყვა ჩვენს შარშანდელ ფესტივალს, სადაც ერთ-ერთი იმპრესარიო მოვიდა ჩვენთან და გამოხატა აღფრთოვანება ჩვენი მუსიკის მიმართ, ჩვენი ჯგუფის მიმართ და შემდეგ მიგვიწვია გერმანიაში. ну ეს რაც ვიცით, რამდენიმე კონცერტი გვაქვს სადღაც შემოდგომაზე, მაგრამ აი ეს ჩვენი შრომა, აი აქედან დაწყებული, ხო, უკვე რამდენიმე ხანია, რაც ეს შემადგენლობა ვართ და ჩვენი შრომა განსაზღვრავს, მე ამის თქმა მინდა, რაც მეტად ვიშრომებთ, მომავალი გეგმებიც და
მომავალიც უფრო დატვირთული იქნება. ძალიან დიდი მადლობა. კონცერტი მაინტერესებს, იქნება თუ არა კონცერტი? კონცერტი როგორც გვაქვს დაგეგმილი, იქნება ივნისში. უბრალოდ ჯერჯერობით დეტალებს ვერ გავახმაურებთ, იმიტომ რომ რაღაც მოლაპარაკებები მინდის, მაგრამ ივნისში შეგხვდებით სოლო კონცერტით. ძალიან სასიამოვნო. კეთი, გიჭირს თუ არა 5 მამაკაცთან ერთად აი ასეთი შრომის გაწევა? არა. აუჭერს დედოფალივით. პირიქით მინდა გითხრათ, ცოტა მწვენია, იმიტომ რომ ძალიან განებივრებული ვარ და ძალიან მანებივრებს ყველა თითოეული მათგანი და ძალიან დიდი კომფორტია მათთან მუშაობა ჩემთვის. ვერ გრძნობ მე გენდერულ დისბალანსს ანსამბლში ვერანაირად. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს. პირველ რიგში უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა ჩემი აზრით და მერე საქმე, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა არაფერი. რამდენ საათს მუშაობთ ხოლმე ერთად? ალბათ მინიმუმ 3 საათს. ოღონდ ყოველდღე. და შედეგით სახეზე. ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან მიხარია მართლაც დღეს თქვენ ჩემი სტუმრები ხართ. მე ძალიან მინდოდა რომ ამ გადაცემის საშუალებით კიდევ ერთხელ მიგვეწვდი ნახმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც თქვენ ძალიან უყვარხართ და ასევე იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც სიახლე იქნება თქვენი მოსმენა დღეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დადებითი გამოხმაურება, იმიტომ რომ მართლაც პროფესიონალიზმი, სიყვარული, ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც აუცილებელია შემოქმედებისთვის, აუცილებელია იმისთვის, რომ შენმა ტელემაყურებელმა, შენმა მსმენელმა შეგიყვაროს და ეს თქვენ უხვად გაქვთ, იმიტომ რომ საოცარ სინათლეს და სიყვარულს აფრქვევთ, როდესაც ხართ სცენაზე, როდესაც ერთად მუზიცირებთ. ჩვენ გემშვიდობებით ზეკარით. ეს არის თემა, რომელიც ავიღეთ, ასე ვთქვათ, გაკეთდა კომპოზიცია, მიქსი და სახელი სათაურად დავარქვით, ასე ვთქვათ, ზეკარი, რომელიც ჭაბუკა ამირანაშვილს და ილიკო სუხიშვილის ერთობლივი ნამუშევარია და რომელიც ყველა მიცის სუხიშვილების პროექტიდან. შესაბამისად, ჩვენ იქიდან აღებული თემა, ანუ ეხლა ნახავს და მოისმენს მაყურებელი, მაგრამ ეს კომპოზიცია გაკეთდა იმისათვის, გაკეთდა კიდევ ფესტივალისათვის და ისეც არაჩვეულებრივად მიიღო მაყურებელმა და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ სიმღერაში ზვიადის შესრულება, იმიტომ რომ ზვიადის ანსამბლში მოსვლის შემდეგ ეხლა რასაც მოისმენს ჩვენი მაყურებელი, ნახავს ან რას გულისხმობ. იქ არის პატარა ციტატა ფოლკლორიდან წინწყაროსი გამოყენებული, რომელსაც ეს ადამიანი უპადლოდ ასრულებს. ზვიად, როგორც ყოველთვის მე ვაღიარებ, რომ ის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მომღერალია, ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. მართლაც თქვენ ამის ღირსი ხართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შემდეგ შაბათამდე ვემშვიდობები, შესანიშნავი ჯორჯ სიქს და ზეკარი. Cințaro Chamoviare Cințaro Dumbi dabidi dambidi dimbi dabidi dambidi 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 dum dambidi dimbi dabidi dambidi dumbi dabidi dambidi dum dam dambidi dum dam dam dim dam dam dum dam 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 dum dam dam dim dam dam dum dam 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 dum bidi dam bidi dim bidi dam bidi dum dam bidi dim bidi dam bidi dum bidi dam bidi dim bidi dam bidi dum dam bidi dim bidi dam bidi dum bidi 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 dum dam bidi dim bidi dam bidi dum bidi dam bidi dum dam dam bidi
dumbi dabidi dambidi dimbi dabidi dambidi 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 dum dambidi dimbi dabidi dambidi dumbi dabidi dambidi dum dam dambidi dum dam dam dim dam dam dum dam 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 dum dam dam dim dam dam dum dam 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 dumbi dabidi dambidi dimbi dabidi dambidi dum dam bidi dimbi dabidi dambidi dumbi dabidi dambidi dimbi dam dum dam dam dum dam bidi dimbi dabidi dambidi dumbi dabidi dambidi dimbi dabidi dambidi dum dam bidi dum dam dam bidi cincharo chamaviare cincharo dumbi dabidi dambidi dimbi dabidi dambidi 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 dimbi